was are please man want to be massage swag will get please man want to be massage swag and are you please Benito, hermano, როგორ ახარ ბენო? Let's go. კარგად. თავად როგორ გიკითხო? ჩემო გიორგი. მადლობთ. Best country Georgia. Let's go man. მოგესალმებით Fight Hopper-ებს, ნოსტალ გიორგი სართანია, ბენო ადამიანთან, ეპიზოდ 271 ისევ ლაივში, მაგარი არის რა, ბენო რა. Welcome. ძალიან ჯიგარი ხარ ბენო. მეორედ ამ სტუდიაში ჩავწერთ პოდკასტ Fight Hop-ზე. პირველი დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი საქართველოდან. მადლობა მხარის დაჭერისთვის, Spotify-ზე, Apple-ზე და ასე შემდეგ. ბენო, ეხლა მორჩით შენთან რა. ვარჯიშის გადაღება და დასწრება მქონდა რა, ბენო და ჩემთვის ძალიან დიდი რაღაც ბონუსი არის, რომ ამის შანსი მაქვს რა. ანუ ისი დამსახურება. როგორი ემოციები იყო? ხო რა, ძალიან თან ახლა მან მარტო მეც არ ვიყავი, მან ძალიან ბევრი ისეთი წარჩინებული ქართველი სპორტსმენი იყო. აზარი არ არის და ცოტა ის მქონდა, ხო იცი ცოტა ვა და ამირანი გაეძრო და ამირანი, იქ ლაშა აბრამიშვილი. და ყველაცა სურათი მინდოდა და შემცხვადა რამე და ხო ხო და ძალიან მაგარი არის რა, იმიტომ რომ ანუ ეს დამსახურება არის რა, რამდენი სამუშაოც გავაკეთეთ ჩვენ ახლა Fight Hop-ზე რა, რამდენ მებრძოლს ვესაუბრეთ და რავი განხილვები და მე და რომიმ რო დავიწყეთ და ხა მე და ხვიჩა და ეს ყველაფერი თითქოს არის იცი, აი დაჯილდოვება რა, რომ იმის შანსი მაქვს რომ მოვიდე ეგეთ ხალხთან ესეთ მაგარ დარბაზში, ესეთ მაგარ მებრძოლებთან რა. და ცოტა ის იყო რა, surreal როგორ არის? surreal. არის, მაგრამ ინგლისური არის. ანუ მე ისეთ ინგლისური ვიცი, აი გაქცევს რომ მოაბრუნე, მეტი ვერა. და მაქსიმუმ ფაიტის მერე კომენტარი მივცი. ეს ვარჯიშები რაც ვნახეთ რა, ეს იყო მარტო პროფების კლასი, ხო? კი. და ეს იყო სპარინგის დღე, ხო? კი, ესე პროების ვარჯიში ყოველ დღე არის. ჯიმში ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით კვირას არ გქონდა ჯიმში ვარჯიში, მაგრამ ჯიმს გარეთ ექსერბილები კვირასაც დავდივართ, კვირასაც ვარჯიში. მოკლედ no days off. და ანუ დღეს რაც ვნახეთ რა, ეგ როგორ იყო სტრუქტურულად ვისი გაკეთებული იყო რა და როგორ იყო გაყოფილი? ჩვენი ნუ მთავარი მწვრთნელი ხა ჩვენი ლევან შაიშმელაშვილია და ნუ ლევანის დაწყობილია ეს ვარჯიშები. აი ხა თავიდან ბოლომდე რო ვთქვა, როგორ ვიწყებთ კვირის დღეს. კვირა ორშაბათიდან იწყება. ორშაბათ დღეს გვაქვს ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა დგომში მხოლოდ. დგომში ჭიდაობა გდებამდე და ჯერ ლითების დამუშავება მიდის, შემდეგ უკვე ბოლოსკენ უკვე თვითონ ჭიდაობის სპარინგი მიდის. შემდეგ საღამოს გვაქვს კიდევ ფიზიკური ვარჯიში, ანუ შუალედი გვაქვს ორშაბათს დილის ვარჯიში და საღამოს ვარჯიშის შორის დაახლოებით 6 საათი. ანუ მე რა 6-5 საათი გვაქვს რომ რიკავერი გავაკეთოთ. მე სამშაბათს არის უკვე სპარინგები, 4 შაბათს ისევ ჭიდაობა, 5 შაბათს ჭიდაობა, ოღონდ გააჩნია 5 შაბათს სტრაიკინგი გვაქვს, ხან დგომშია, ხან პარტერშია და პარასკევსაც ასევე კიდევ კედელთან არის უკვე მუშაობა და შაბათს ისევ სპარინგი. და დღეს რაც ვნახეთ, უახსენეთ რომ იყო სპარინგი, ხო? კი, დღეს სამშაბათ სპარინგი იყო. და შევამჩნიე რომ ამირანი იყო სუგალიაში რა. ხო. ეს რაღაცას მინიშნებს მე არა? ხო, ნუ იცით რა არის? ერთი кейჯი გვაქვს ახლა ჩვენ დარბაზში და кейჯის მებრძოლები არიან, რომელ მებრძოლსაც უახლოეს მომავალში აქვს ბრძოლა. ნუ ეს თვითონ ახმაში ეხმარება თვითონ кейჯის ახმაში რა დროს რა გააკეთოს რა მომენტში და ეჩვევა რა, თვალი ეჩვევა, გონება ეჩვევა. ვიცით რომ ამირანი მიდის ამაზე. ოქტაგონის ჩემპიონი უნდა გახდეს ახლა. მესამე შენ მათე და ამირან და რა უცნაურია? ამირან, კი. ხო? კი. და რა უცნაური არის რომ ანუ თქვენ სამივე უცნაური არა, მაგრამ ანუ ოქტაგონების ჩემპიონები ყველა არის ჩემპიონთა აკადემიის მებრძოლები რა. კი. ჩემპიონთა აკადემიიდან ვარჩი. და მინდა რომ ჩამოთვალო რა, როგორი
ცნობა იყო, იცი რომ მივედი და სასტავი ყველა უკვე და რაღაცა და როგორი ცნობა მქონდა, იცი რომ და დიდი ხანი რომ ნანახი არ ყავს და შეიძლება ბევრს არ ვიცნობდი, მაგრამ ჩვენთან ვიწყობილა რა, იქ Fight Hub-ზე რა, მათე იყო, ლაშაც იყო როგორც ვიცი. ლაშაც იყო, ამირანიც იყო, გოგაც იყო. გოგა ფოლადაც იყო. შენ ხო, ხა შენ ხო Fight Hub-ი ხარ ვაფშე. ჩვენ თავიდან პირველ როდ ჩავწერთ აღარც მახსოვს. მე მგონი 3-4 წლის წინ დაახლოებით. დაახლოებით 3-4 წლის წინ, 4 უფრო, იმიტომ წინა წელს უკვე აქ შევხვდი და მაგამდეც გიცნობდით. ნუ სანამ არ გაგიცნობდით, მანამდე ლაივები რაღა იყო და ვიდეოს უყურებდი და თვითონ პოდკასტებს უყურებდი ხოლმე. შენ და რომი რო იყავით. ხო, კიდე რა, ნუ ვინც ვისთანა ერთადაც ჩაწერე პოდკასტი, ხო ჩაწერე კი და გიცნო და რაღაცა, ვისთანაც არ ჩაგიწერია, ისედაც გცნობს რა. მათე ძალიან ჯიგარი არის რა. ბოლოს ნომერი მომცა და ჰალა ხო გე. გურული ჯიგარია, გურული. ხო და ვის აქვს რა, თუ შეიძლება საუბარი ვიზე არის, რომ დანიშნული თუ აქვს და გამოსული თუ არის კიდე ბიჭები რა, ჩემპიონთა აკადემია. ბრძოლები? კი, როგორ არ აქვთ. აი ხა ლაშას აქვს ბრძოლა, ლაშა ჩვენთან ემზადება ზოგადად ნახეთ გერმანიაში, გერმანული დარბაზით გამოდის, უბრალოდ ხა ჩამოვიდა საქართველოში, ჩვენთან ივარჯიშა ჩემპიონთა აკადემიაში, BFA-შიც ივარჯიშა ხვიჩასთან და ესე რა, აქაც მოემზადა, იქაც მოემზადა და მოკლედ მთელი კატალოგი აქვს, ეხა რასაც საუბრობთ ხოლმე პირად საუბრებში, ყველაზე საუკეთესო ფორმაშია, ძალიან კარგი კემპი გაიარა. Let's see, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან მაგარ ბრძოლას ადნახებს. ძალიან მაგარ ბრძოლას, ძალიან ახლოს არის ძალიან რა, მგონია რა. ძალიან ამ ბრძოლის შემდეგ თუ კამარი არ მიცეს, ერთშიან ესე იგი, ლაშას ერთშიან. ჯერ აქამდე უკვე ერთშიან, რო აქამდეც არ მიცეს, უკვე მერამდე ბრძოლა, მეოთხე ბრძოლა უკვე და რა ვიცი, ძალიან მაგარი ბრძოლებია ჩატარებული ის. მაგის ჩემპიონი ვინც იყო რა, ბრეივი ხო დატოვა, ეხა სერბიაში გააკეთა დებიუტი რა. სერბეთში ხო? ხო, სერბეთში გაცრავად რა. და მაგარი ბრძოლა აჩვენა ძალიან რა. ვიცი 61-ის ჩემპიონი ვინც იყო, ბრეივის, მაგან დატოვა? კი წავიდა და ეხა UFC-ში არის ბრეივი რაღაც უნდა ჩამოვიდა სერბეთი, ხო, ასე ხარ და დებიუტი გააკეთა, მაგარი მოიგო და კი არ მინახია მაგის. Dog fight-ი იყო რა და ლაშა იყო მისული, ხო იცი, მაგის ბოლო დაცვაზე რა, ხვიჩასთან ერთად და გამოძახება უნდოდა იქ დასწრებაზე იყო და იმან შეეკითხეს რა დაჟე თვითონ გალიაში რომ ლაშა არისო რა და შენ უნდა შეხვდეს და ვინო მასმა და რაღაც გაიქცა და რაღაცა რა. ჯვარი წერია. შენ ყოლია გეთი რომ გერიდებოდა ბენო? არა. ესე დიდად არა, იმიტომ რომ რაღაცა ჩხუბებში გონიათ ხე გარდა რა ჩანს ხოლმე ბევრს გონია რომ easy run ექნება რა ჩემთან და ასე თუ ისე უფრო უნდათ ხოლმე ჩემთან ბრძოლა. და ესე რომ მერიდებოდნენ არ მერიდებიან. მაგრამ that's good for me. კარგი არა. და კიდე არის ამირანზეც ვიცი ტიტულზე მიდის, ლაშა ბრეივში, ფოლადაზე, ან მათეზე, ან კიდე ესე ჯერ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ უმეტესად უფრო რკენაში. საქართველოს ორგანიზაცია რომელიც არის რკენაში, კი. ჯერ არ ვიცით ხო ზუსტად? ჯერ არ ვიცით ხო, ჯერ ზუსტად დაზუსტებ თვითონაც არ აქვს და მალე ახლა მომავალში გავარკვევთ ყველაფერს. ბენო, რას ფიქრობ რკენაზე რა? ძალიან მაგარი ორგანიზაცია, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ერთ-ერთი საუკეთესოა რა. რაც გაკეთებულა. იმიტომ რომ აი ცუდია რომ მიდიხარ თორე აქ რო ჩატარდება მაგ დროს რო იყო აქ უბრალოდ რო მიხვიდე და ნახო. მაგრამ ხო არ ვიცით როდის იქნება და. ხო, ჯერ არ ვიცით ეში. ანუ მე არ ვიქნები ალბათ ვერ ვიქნები. ხო, არა, ეხა ერთ თვეში არ იქნება სავარაუდოდ. ხო, რა. ასე 2-3 თვეში იქნება დაახლოებით. ჩემი აზრით. ნახოთ, გამოაცხადებენ თვითონაც რა ორგანიზაცია თვითონაც გამოაცხადებს. ბენო, მოდი რა, მინდა რომ კითხო რა. ანუ უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა ბოლო ბრძოლიდან. არა? კი, წელზე მეტი გავიდა. წინა წლის ივნისში ვიბრძოლე მე. ხო, წელზე მეტი ხო? და ოპერაციის შემდეგ რამდენი დრო გავიდა? აი 7 თვე გავიდა ოპერაციის შემდეგ, კი. ჩვენ რო ადრე ჩავწერეთ აქ პოდკასტი, მაშინ არ ქონდა გაკეთებული, მაგრამ ლაპარაკი მიდიოდა რომ უნდა გამეკეთებინა რა. კაკრას მაშინაც მას ვქენი
ექიმთან მივედი, ერთ ექიმმა მითხრა, რომ ძალიან შორეული ვადა მითხრა რა, ანუ სადღაც მითხრა, როდის მითხრა, აი ამ პერიოდში უნდა გამეკეთებინა ეხა ოპერაცია. ხო, და ძალიან ისე იყო. მე მეორე ექიმთან მივედი და 2 თვეში გაგიკეთებ ოპერაციას და ნუ ოკეი, fine. 2 თვეში გავიკეთე ოპერაცია. აი ხა 7 თვე გავიდა, რეაბილიტაცია მიდის, ძალიან რთული ყოფილა. ოპერაცია 20%-ია, დანარჩენი ყველაფერი რეაბილიტაცია. შენ თვითონ სპეციფიური სახელი ხო არ გახსოვს ოპერაციის? ხო. ACL-ის და მენისკის ოპერაცია გავიკეთე მე წინა ჯვარედინის. ეს არის შენი პირველი თან. ოპერაცია? არა. არა? არა. მუხზე პირველია, მაგრამ ეს ხელები, აი 1 2 ეს მესამე, ეს ორჯერ მოვიტეხე ეს თითი. ყველაზე მუტალი მუხლი იყო, ხო? თუ არა? ნუ ყველა ცუდი იყო. ამათმა თითო ნახევარ-ნახევარწილი გავამატოვებინა მაინც ამ ხელის მოტეხება. და ეს ყველა თავზე დაატეხე ხო უეჭველი რაღაცას. ეგრე ვარჯიშის დროს ხო არ? არა, ვარჯიშის დროს არა, ბრძოლის დროს და ისინი ის ბიჭები მინდა ვახსენო რა, რა მაგარი სპარინგი გვაჩვენეს. ჯინჭარა და ეს ანდრია მოკითხა შავრა. თოკო. როგორი იყო იცი, ძალიან მაგარი იყო რა. ორი ერთნაირი ტიპი, crazy ხალხია. ბიჭო, სუპერმენ პანჩი რო გავხინავ ძალიან. ხო ნახავენ არა ვიდეოში. კი, დევს ეს ყველაფერი თავის მუსიკით და მინდა მოვიკითხო მუშვანი. არის ყველაზე, რავი, გემოვნებიანი ჩემი აზრით და ტალანტით სავსე არტისტი, ქართველი რეპერი სვანი მუშვანი და მაგის მუსიკა დევს რა. გასაგებია, ოკეი. მოკითხო. Nice movement. დავიდა ვიდეო იღება, დავიდა. დაეგრე კიდე. თოკო, სტენდერბეგი, უმეტი წავიდა, მოდი. კიდე. დაუშვი. კიდე. დავიდა ხუთი წავი. ოუმად. მე რა ყოფილიყავი და ჭრუვი არ იქნებოდა ბრა. ხო და აი ხა რომ ნახე რა, შენ რომ ვარჯიშობდი ჩვეულებრივად რა, რამე შეზღუდვა ვერ შევამჩნიე რა. იცი, აი დიდად ხო რა, იცი თავს ძალას ვატან, მაგრამ ვცდილობ რომ აი მარჯვენა ფეხი მაინც იმას ხნა რა, დავმალო, არ დავაწვე, ბევრი მოძრაობა არ გავაკეთო და ასე თუ ისე მაინც ამ ფეხს მალავ რა და აი ხა ამ ფეხზე რო წავიდეს ზეწოლა, უცებ გადამიყვანენ, უცებ პოზიციას მოიგებენ და ესე რა, დიდად ძალას ვერ ვატან მაინც მარჯვენა ფეხს და აი ეს მინდა რომ ყველაფერი გავაძლიერო, რომ აი ხა ფაიტში ჯიგარო მოდი მარჯვენაში არ დამარტყა, ან ამ ზეწოლა არ გავუკეთო, ხო ვერ ეტყვი. გავიდე იქ არ ვიყო მზად და წავაგო, იქ მე ხა მიზეზები დავიწყო, რომ აი ვიცი რა, მე ოპერაცია გავიკეთე და full recover არ ყოფილვარ და ისე გავიდე, ისე ვიჩხუბე, ეს excuse-ები ვერც ვიტყვი და არც არის რა. თუ არ ხარ მზად, მოირჩინე, მერე გამოდი. და აი ველოდები რომ მოვირჩინო ბოლომდე, კარგად ვიყო, ჯანზე ვიყო და შემდეგ გავალ და შუბე. და ბენო რა, ყველაზე რთული რა იყო რა, აი თვითონ ეს ტკივილი, თუ აი ეს პერიოდი რომ სახში ზიხარ უბრალოდ მენტალურად არის ყველაზე რთული, აი თითქოს თან ახლა მე პატარაც აღარ ვარ რა, 30 წლის ვარ და აი ყოველი დღე ისეა რომ აი დრო გარბის და აი ვერ ვაბრუნებ ამ დროს და ესე წევარ სახში, ფეხი მაგ გაშიშებული და მენტალურად გამიჭირდა ძალიან. ესე ფიზიკურად იმდენად არ გამჭიროებია, რამდენად მენტალურად. როგორც კი უკვე ფეხი დავდგი, იმ დღიდანვე დავიწყე უკვე ისეთი ვარჯიშები რა, რომ სარეაბილიტაციო ვარჯიშები. აი ეხა თავზე არ ვიკვეხნი, მაგრამ იქ 5 რომ მეუნებიან 5 გააკეთე, იქ 10 ვაკეთებდი, მაგრამ არ გაიმეორეთ, არ შეიძლება. რასაც გეყვით რეაბილიტოლოგი, იმას უნდა მიყვე. ეს დაჩქარებულად არ ხდება, მაინც ორგანიზმია, მაინც თავისი აღდგენა ჭირდება, თავის დრო ჭირდება ყველაფერს. ჯოდა რამ დაგეხმარა რა, ყველაზე ძალიან ეგეც ისეთი კითხვა არის, რომ ესე თულ სიტუაციაში, ანუ რაზე რაღაცა ფიქრი თუ ვიღაც ადამიანმა ჩემი მეორე ნახევარი ის დამეხმარა ძალიან ისეთი ისა რა, ადამიანია, რომ ძალიან მამოტივირებს. მარათონებზე დარბის ხო? კი, ნინი. მარათონებსაც დარბის და ეხა ჩემს დღეს თუ შეხედავ, მე თუ სირბილი დავიწყე, მისი დამსახურება. ეხლა ესე კოჭლობით, რავი, რამდენს დავფიქრე, ბევრს დავფიქრე ძალიან და
მთლად შეიძლება ვარ შეიძლება, მაგრამ this is what it is. Hey, it is what it is. ხო რა. We're going to find out Saturday night, huh? აჰა. მენოდა რეალურად რა, ოღონდ ისე კი არა რომ აი ყველაზე სწრაფი რა, ანუ უფრო რეალური დაბრუნების თარიღი როგორ არის რა. ეხა კი არა რომ შეგიძლია, მაგრამ ანუ აი რეალურს ფიქრობ უფრო დეკემბრის ბოლოს, აი დეკემბრის ბოლოს რო ვიბრძოლო. ძალიან მინდა წელს ერთი ბრძოლა მაინც ჩავატარო. და მომავალ წელს უკვე სამ ბრძოლას ჩავატარებდი თავისუფლად. აი წელს მინდა ერთი ბრძოლა რო ჩავატარო ეს ნოემბერ-დეკემბერში რა უფრო. კორჩე სმენია რომ ესეთ ოპერაციაზე რა, ესა ACL-ის ხო? ოკეი. ერთი წელი უნდაო რა და გამოდის ეგრე რა, ხო? კი, ერთი წელი გამოდის ზუსტად რა. ზუსტად ერთი წელი გამოდის. ხო, ნუ ნახე, რეაბილიტაცია სჭირდება ერთი წელი, მაგრამ აქ მე რეაბილიტაციას უკვე იმდენად არ ვაცლი. აი აქ უკვე ვარჯიშებს ვიწყება და აი რეაბილიტაციის დასასრულს უკვე ბრძოლობ და ცოტა ვჩქარობ იდეაში. ეს ვიცი. არა, ნახოთ რა მოკლედ აი ზუსტ პასუხებსაც ვერ ვამბობ როდის ვიბრძოლებ ჯერჯერობით. ბიჭო და ეს აი ჩვენი წელს მინდა ძალიან დიდი სურვილია. ბოლო ალბათ ბოლო იმაზე ევენზე ხო და ოქტაგონში და რა არის გეგმები და ის ჩვენი ჩოლკიანი ჯუმოგულოვი აღარ არის თუ რა შვება? არა, როგორ არ არის? ეგ flyweight ჩემპიონია, ისევ ბენთამვეიტში აიწია, მაგრამ no contest-ი იყო. სავარაუდოდ flyweight-ში ჩამოვა, იმიტომ ბენთამვეიტში მაგრად გაილახა. არ არის მისი წონა ბენთამვეიტი და flyweight-შიც მასზე დიდი ვიყავი, უგრძნობდი და დიდად ფიზიკურად ძლიერიც. ნუ მე ვერ ვიგრძენი რა, პირადად გითხრა და რომ მაგ ბრძოლაში წაგება რომ მომცეს, ნუ არ ვთვლი რომ წაგება მომცეს, ძალიან ბევრჯერ ვუყურე და ის ნუ რო წავაგე არ ვთვლი, მაგრამ მეტად უფრო ბევრი უნდა გამეკეთებინა იდეაში მან მაგ ბრძოლაში და შემეძლო. ის არ ყოფილა რომ არ შემეძლო, უნდა გამეკეთებინა. აქაც ექსკიუსები არ მაქვს, ისე ჩემი ბრალია, but ნუ ამაზე ვიმუშავე და ვფიქრობ ვმუშაობ ამაზე, კიდევ ვმუშაობ ამაზე, რომ აი ეს შეცდომები რაც მქონდა, ის ნახე უფრო მაგ შეცდომები რა იცი, გარისკვის მეშინია, რისკზე წასვლის მეშინია, მირჩევნია რომ safe რაღაცები გავაკეთო და მოგება წამოვიღო სახლში, ვიდრე აი ამირანი როგორცაა რა, სურდუსთან, როგორ გაცვლებში შევიდა და თვითონაც ხო გაუვიდა რამოდენიმე დარტყმა, მაგრამ fuck it, who cares? თვითონაც შევიდა და გაარტყა, თავის ირწმუნა და დაანოკაუტა და აი ეს მინდა რომ იმას ვქნა რა, რომ ჩემ თვიში ჩავსვა რომ არა, უნდა გარისკო, რაღაც ცოტა ესეთი stand and bang-იც უნდა გაუშვა, თორემ მარტო ეს გადაწყვეტილებებით მოგება დიდად საინტერესო არა. ხო და აი ეს მინდა რომ აი რომ დავბრუნდები, რომ ფინიშით მოვიყვე, submission იქნება რა, ტექნიკური ნოკაუტი, არა აქვს მნიშვნელობა, რომ წავიდე ფინიშზე. და ამაზეც მუშაობ. ეს ხოთაშორის ამაში ამირანი იყო პოდკასტში სადღაც, ხო სადღაც ილაპარაკა ის ფსიქოლოგთან იყო რა, მისული და მეც მინდა რომ მივიდე. ხო? და ვეძებ რა. ფსიქოლოგს. იგივესთან რა? შეიძლება, კი, რატომაც არა. ბენო, ანუ შენი გეგმები არის ოქტაგონში დაბრუნება, ხო? კი. და იქ ისევ კამრის დაბრუნება. და მე იქიდან მე გეგმა კი, რა თქმა უნდა, ნახე, სხვა ორგანიზაციებიდანაც იყო შემოთავაზება, მაგრამ ეხლა წავაგე ოქტაგონში და ავდგე და წამოვიდე, ცოტა ცუდად ჩანს და ჩემშიც არა, დავიბრუნდებ კამარს, დავიცავ კიდევაც და შემდეგ ნახოთ რა. ეს სამი ბრძოლა მაქვს კიდე დარჩენილი ოქტაგონში და ამ საბრძოლას სრულიად ამოუწურავ. და ლეცი სამ ბრძოლაში მე ხა კამარს უეჭველი მომცემენ, ანუ ერთი ბრძოლის მერე მე აუცილებლად კამარზე გამიშვებენ. წესით ისედაც უნდა გამიშვან კამარზე, მაგრამ ოკეი. არა უშავს. ძალიან კაი გეგმაა, ძალიან რეალური გეგმაა და ზუსტად ისე მიდიხარ, როგორც უნდა იყო რა. არაფერი არ როჩე გაგიმაზია რა, ანუ waste როგორ არის? ხო, waste. ანუ დრო ტყილა არ გაგიფლანგია. დრო არ გაგიფლანგია, ყველაფერი მაგრა გააკეთე ბენო და ჩვენ ჯერა შენი რა. და აი წარსულს რომ დამაბრუნებინა, ცოტა ადრე გავიკეთებდი ოპერაციას, კიდევ უფრო. აი პირველი ბელთის მერე რა, კამარ რომ მოვიგე,
შემდეგ უეჭო უნდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ ქამრის ბრძოლაშიც მუხლი ანუ ამომივარდა, ჩამოვარდა რამოდენიმეჯერ. მინდა რომ ეს შანსი სანამ გვაქვს რა, სანამ დავხურავთ რა. კი. ვიხმარო ეს შანსი და მივაწოდო ხალხს პროფის აზრი. რამოდენიმე ბრძოლები არის ჩანიშნული რა, თან ჩვენი ბრძოლები, ეხლა UFC-ზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა. და შემდეგ კვირას არის მახაჩევ გარი რა და ეს დიდი იმედით ამ მახაჩევ გარის მაინც მოვასწრებ რომ დავდო რომ ხალხმა ნახოს რა უბრალოდ რას ფიქრობ რა თუ აქ რანაირი შანსები აქვს გარის რა შენი აზრით იმიტომ რომ ფიზიკურად რაღაც სტილისტურად შეიძლება face to face-ზე რაც ვნახეთ ეხლა დიდი არისო გერი მახაჩევზე ვერ ну კი მაღალი არის გარეთ რო შეხნენ ხო და მაღალი არის მაგრამ ეხლა მახაჩევი მაინც ასე თვითონ განიერია ჯანზეა არ ვიცი ვერ გეტყვი დიდად ეხლა გერის იმედი მაქვს ვერა უფრო უმეტესად მახაჩევისკენ გადავიხრები სავარაუდოდ მოუგებს გადაწყვეტილებით შეიძლება კი გადაწყვეტილებითაც შეიძლება რომ მოუგოს ისე submission-იან გადაწყვეტილებები გერი თუ მოიგო ძალიან დიდი აფსეთი იქნება ვაფშე ყველას ხო ძალიან ანუ შენ ძახი რომ გაგიკვირდება ხო მაგრამ გამიკვირდება ძალიან გამიკვირდება ამაზე ყველაზე კაი კომენტარი შეგვიძლია გააკეთოს ამირანს მისი სპარინგ პარტნიორი იყო იანგარის სპარინგ პარტნიორი იყო საფრანგეთში კი და ამირანს შეგვიძლია უფრო ამოწურავად გელაპარაკოთ გერის შესაძლებლობებზე და მახაჩევის და მახაჩევთან არ ყოფილა სპარინგ პარტნიორი გერი იცის ვინცა და შენი აზრით რა საქართველოში რო იყო რა გორში ხო იყო და ვარჯიშობდა რა გარი ეს შენთვის არის რაღაც ნიშნავს რაღაცას რომ გინდა რომ მოიგოს თუ არაფერს არ ნიშნავს არა ეს ძირითადად ფანისთვის ან შენთვის ანუ კი გორში ჩამოვიდა ის სავარაუდოდ იცით რა ესე ჩამოსვლა და რამოდენიმე თვეში ჭიდაობას ვერ ისწავლე იმ ჭიდაობას ვერ ისწავლე, რასაც ახლა ბავშვობიდან სწავლობენ და გადიან ოლიმპიადაზე და ნუ მოკლედ რა ხო ხდები. ანუ კავკასი სავარაუდოდ ეგ ჩამოვიდა იმის გამო, რომ დაეტესტა თუ რა არის ეს ჭიდაობა და რა what the feeling of it, you know? ანუ რას გრძნობ კავკასიელთან ჭიდაობაში. ხა იქ დაღესტანში ვერ ჩავიდოდა და ყველაზე კარგი ვარიანტი მაინც ეს იყო რა, საქართველოს და ჩვენ მაინც კარგ კონკურენციას ვუწევთ ქართველები. რა ვიგულისმა იცი? თუ არის ის რომ უფრო გულშემატკივრობ რახან საქართველოში იყო თუ ეგ მომენტი არა გაქვს შენ? არა, იცით მან ძალიან ნეიტრალურში ვარ ეხლა ამ მომენტში. ამ მომენტში ვარ ძალიან ნეიტრალურში, არ ვარ ისე ეხლა ვოლკანოვსკისთან თუ იჩხუბებ და მახაჩევი ვოლკანოვსკისკენ უფრო იქნებოდი, მაგრამ გერის და მახაჩევის შორის ძალიან ნეიტრალურია 50-50. საინტერესო და კიდე არის მაგარი საინტერესო ბრძოლა დოლიძის და დერიდერის რა. ძალიან ერთნაირია. ხო და მაინც გრეპლინგი. უბრალოდ რა მაინტერესებს იცი? ორივეს გჯერა რომ მოიგებს ბაზარი არ არის ხო, მაგრამ რა მაინტერესებს? ჯერა და გწამს ამას. კი, ამინ. წამს. ოღონდ ეს ავიდნენ რა, ეხა ორივე რა, ხო? ხო, 93-ში? light heavyweight-ში ავიდნენ, ხო? ხო და ანუ ორივე აიწია და ორივე არის ძალიან მაგარი გრაპლერი რა და შენი აზრით არის ისეთი მომენტი რომ რახან ორივე მაგარი გრაპლერია შეიძლება გრაპლინგი არ ვნახოთ თუ ეგ უფრო ძირთადად მოჭიდავებზე არის რომ ორივე თუ მაგრამ მოჭიდავებს დგომში არისო რა ბრძოლა რა და ანუ შენ რა გონია როგორი სტილი ყველაფერი იქნება თუ აი სავარაუდოდ ყველაფერი იქნება რა ვიცი შემდეგ იცი რა პირველი რაუნდის მერე ალბათ გადაწყვეტენ ვინ უფრო კაი გრაპლერია და წავა ჭიდაობა არ ვიცი ზუსტად ვერ ვიტყვი მათ გეგმებზე როგორ იქნება ყველაფერია მოსალოდნელი მან ესე რომ დიდად დგომში წავა ბრძოლებიო ნუ კი რა თქმა უნდა დაიწყება მაგრამ სავარაუდოდ უფრო ჭიდაობას ეცდებიან. ეს საკმაოდ ის არის high profile ბრძოლა არის რა, მაღალი დონის ბრძოლა არის. საინტერესოა ისე მე რო ნეიტრალური ვიყო, მაინც ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იქნებოდა რა, მათი ბრძოლა. ძალიან და რომ არის დაუმარცხებელი light heavyweight-ში საერთოდ რა. უხდებოდა ძალიან. დერიდერი ჩხუბდა ადრე light heavyweight-ში, არ ვიცი. მგონი კი, იმიტომ რომ არა, ეგ ხო იყო ორმაგი ჩემპიონი. იმაში ხო, one-ში. Light heavyweight-ში და middleweight-ში?
სავარაუდოდ. მაგრამ 2 იყო მგონი 3-ზე, არა 3-ზე ეგ არავინ და. ნუ 2 იყო იმას არ შეხვდა ის რო არის მერაბმა რომ მოუგო 50000. მაგი. ნუ კი უჩხუბია light heavyweight-ში რა და დამარცხდა ისა ფული რო აქვს მოსატანი რა. მოსატანი და რო არ მოაქვს. არ ვიცი ეგ ისტორია როგორ დავთავდა. მოიტანა თუ არ მოიტანა არ ვიცი. სავარაუდოდ არ მოიტანა, გაფუფლობდა. არა უშავს იცი რატო? იმიტომ რომ მერაბი არის რაღაც იმასთან რა ქვია Mark Zuckerberg-თან ოკეანის შუაში რაღაც იმაზე. ხო, სადაც ბაზაზე იქ ვარჯიშო. არა, ეხლა ვიკენდებს ახლა. არა, მერას რო ფულის პრობლემა არა აქვს, კი გასაგებია უბრალოდ თუ წააგე უნდა მოიტანო თუ თქვი. ეს ეხლა მერავს არ დააქცევს რა. კი. და ბენო რა მაგარი ბრძოლები გვაქვს რა. გიგას ვახსენოთ აუცილებლად რა. კი, გიგასაც აკრძალა და დღეს იყო სხვათა შორის ჩვენთან იყო მოსული ვარჯიშზე კი სავარაუდოდ სადავწდით მოკითხვა The Ninja ანუ დადის რა ბათუმში BFA კი ეხა აქ არის ეხლა აქ არის ცოტა ხანი ისვენებს თან ჩხუბი აქვს და ნუ ისვენებს რა საქართველოში რა ხან არის და მაინც აქტიურად ვარჯიშობს შენა ვისთან დადგა თუ დღეს ნუ ბიჭებთან დადგა სტრიალ და ისეთ ეტაპზე არის რა გიგა რა რომ უკვე მისი კარიერა ყველაფერია გაკეთებული რა და ისე კარიერა ბოლოსკენ არის ალბათ კარიერა რეალურად რო შეხედო რა მაგრამ ესე მგონია რომ შეუძლია გააკეთოს რასაც ყოველთვის აკეთებდა რა ანუ ნოკაუტებით მოგება თავისი liver shot-ი და ყოველთვის სასიამოვნო არის მისი ნახვა რა და გიგა შოუ ჯერ არ დამთავრებულა და გიგა შოუ დაბრუნდება ბრაზილიელი ოპონენტი ყავს საერთაშორის კაი მაგარი ოპონენტია კონტენტერებზე იმას თან აქვს მოგებული ეხლა 66-ში რო ჩხუბობს ისა ლოპესი აქვს მოგებული დიაგო ლოპეს დიაგო ლოპეს ო ბრაზილიელი ლოპესი ვითომ რომ მექსიკელია ხო ვეგავიგე იქ საერთოდ არა ბრაზილიელი არ ცხოვრობს მექსიკაში რა მაგასთან ნავრძოლი მოუგო მაგას ხოდაშორის ძალიან მაგარი ოპონენტია ძალიან ისეთია რთულია აი მართლა სიამოვნოა მაგრამ ხა UFC-ში რო ხარ easy run-ი არ გაქვს რა ეს ყველა რთულია გიგარა მაგარი მასე იყო სტრიგზე ბარბოსასთან ბრძოლის ძალიან მაგარ სტრიგზე იყო რა და ძალიან ახლოს იყო საერთოდ რა და სულ მახსენდება ის ერთი ფეხის მერე რო თვითონ რო ისროლა ფეხი და რო წაიქცა რა სლიპ კატართან რა სულ ფიქრობ რომ აი მაგ მომენტიდან თითქოს რაღაც შეიცვალა ყველაფერი რა მაგრამ თავისი არა უშავს დარბაზი აქვს მაგაზე ხوار მოყვარა მე დარბაზი კი თავისი დარბაზი აქვს ძალიან კარგ ადგილზე აქვს იქ თვითონ ლოს-ანჯელესში ლოს-ანჯელესში და მგონი მერაბისაც გეგმები აქვს რომ დარბაზი გახსნას აქ კი ისაუბრა თვითონაც ისაუბრა მერაბმა ზუსტად ეხა ლოკაცია და ისინი არ ვიცით მაგრამ როგორც ვიცი უკვე ამზადებენ ყველაფერს და ყველაფერი გამოვა მე საჯაროდ და ანუ ქართული MMA-ის დონე უფრო იზრდება და იზრდება. ისეთი ხაბი მინდა გავაკეთო, სადაც ყველა ქართული მებრძოლი მოვაო და ივარჯიშებსო. ძალიან კაი იქნება. ძალიან ყველა დარბაზიდან შეუძლია მივიდეს და ივარჯიშოს რა. და ბენო რა, აი ეხლა რო შეხედო ქართულ MMA-ს და 10 წლის წინ, ან 5 წლის წინ იცი რა არის 10 კი რა თქმა უნდა ქართული MMA ყოველ წელზე იზრდება რა აი ხო მე ჩემ თავს რო უყურებ რაც ვიყავი 18-19 წლის ის ეხლა რასაც უყურებ როგორებიც არიან 18-19 წლის ბიჭები რა ვიცი სადა დედამიწა რა მე ეგეთი არ ვიყავი ესენი რა კაჭამეები არიან ხოჩა ძალიან მაგარი ხო? ხო, აუ, მაგარი თაობა მოდის და შიმშილი ძმაო, შენ ეხაც არ გაკლია. კიო, შენ ცოტა ხანში ძალიან ბევრი ფაითერების ჩაწერა მოგიწევს. მაგას რა ჯობია. აი ხა შაინიძე PFL-შია. აუ. ჯიგარი ხარ რა, მოკითხვა გოჩას რა, ძალიან მაგარი ამბავი. თან PFL-ში ყავთ ყველა გიჟი მებრძოლები ყავთ ყველა. ტოპები ყავთ რა, UFC-ის შემდეგ მეორე. მოჭიდავეები რა.
და ეხლა იქ დაიმტკიცებს საერთოდ რა, ძალიან მაგარი. ხო, კი, ასაკიც ისეთი აქვს რა, ძალიან მაგარი ასაკი აქვს და შეუძლია რა მაგბიც რომ მაგრა გაიზარდოს რა. თან შეუძლია მარტო კი არა, ხვიჩა ყავს და ხვიჩა ძალიან გამოცდილია. იცის რა ხდება და როგორ ხდება საერთოდ ამ სპორტულ გარემოში. როგორ შეიძლება რომ წაიყვანო სპორტსმენი რომ რაღაცა წარმატებას მიაღწიოს, იმიტომ რომ თვითონაც იყო სპორტსმენი იყო და ну ეხლაც არის, ეხლაც აქტიური სპორტსმენია და ვარჯიშობს და უდგას სპარინგებზე ბიჭებს. ну იცის რა. იცის ყველაფერი როგორ უნდა წაიყვანოს თავის მებრძოლები და სავარაუდოდ კი არა და მიაღწევინებს. მე მინდა მოვიკითხო ჩემი პარტნიორი. ხვიჩექს BFA-ს BMF-ი, ხვიჩა ქორიძე. მოვკითხა და ბენო ძალიან ჯიგარი ხარ რა, შენთან დაჯდომა საუბარი ყოველთვის ეს არის რა, სიამოვნება არის, მართლა ძალიან ჯიგარი ხარ რა და კომენტებში სიყვარული აჩვენეთ ბენოს მალე დაბრუნება. ამით კი, აუცილებლად იქნება უფლის წყარობით ყველაფერი იქნება და მოკლედ ნახოთ რა. ნახოთ, თავარია ჯამთელად ვიყოთ. სხეული კი გვიბერდება, მაგრამ გული არ ბერდება. ეს მართალი ყოფილა თურმე. ჯერ 30 წლის კაცი ბასერა. აუ, იცი რა არის, 30 წლის კი ვარ, 30 წლის და ეხა ზოგადად რომ შეხედო 30 წელი არაფერი არაა რა. ჯერ ახალგაზრდა ვარ და მაგრამ სპორტული ასაკისთვის 30 უკვე პატარა აღარაა, 30 თან flyweight-ისთვის 30 პატარა საერთოდ არა. Big form-ში ხარ ეხლა. კი, ეხლა არის ის მომენტი, როცა აი მე ძალიან აქტიურად უნდა ვიყო და ეს იმიტომ მგრუზობს ეს ჩემი ფეხი, რომ ეხლა აქტიურობაში მიშლის ხელს და ერთსული მაქვს რა. მაგრამ ხო ბევრად უკეთ არის ვიდრე 5 თვის წინ, 3 თვის წინ. არის мотиваცია. ბენო ძალიან ჯიგარი ხარ რა და შემდეგში რო გნახავ იქნება კიდე ბევრი ახალი განვითარება რა და ჯამთელი 100%-იანი ბენო. აუცილებლად კი, აუცილებლად. ძალიან ჯიგარი ხარ, fight hop დროებით გემშვიდობებით. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Kartwelians.